რამე კაიდანა მირჩიე. ძირითადად ესეა ხოლმე რა. მწერენ ან მირეკავენ და ეგეთ კითხვას მისვამენ, რომ გააზრე კაიდანა. ბიჭო, კაიდანას თავისი კრიტერიუმები აქვს, როგორ უნდა შეირჩეს, რისთვის უნდა შეირჩეს და ასე შემდეგ. საკოლექციო სხვანაირი კაიდანა გჭირდება, ტყეში სხვანაირი კაიდანა და ყუთში ჩასადებად სხვანაირი კაიდანა. ამიტომაც გადავწყვიტე, ეხა ჩამოვთვალო ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კაიდანა, ოღონდ ყოველდღიური კარგი დანა და იმის გათვალისწინებით, რომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენს რეალობაზე მორგებული და მართლა კაი. წავედით. კაი, დავიწყოთ პირით. ვინაიდან ყოველდღიურ დანას ვარჩევ და შესაძლებელია რომ ამ დანას კაი მუშაობამ და დატვირთვებამ მოუწიოს სხვადასხვა პირობებში, პირველ რიგში უნდა იყოს უჟანგავი ფოლადი. უნდა ინარჩუნებდეს პირს ნორმალურად და ადვილი უნდა იყოს მისი გალესვა და მოვლა ზოგადად. არ მგონია ახლა ჩვენს პირობებში და ხელმისაწვდომობის ფარგლებში რომ პრემიუმ ფოლადებზე გავიკაჩოთ, მაგალითად როგორიც არის S35VN მაგალითად ან VG10, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და გემრიელი ფოლადები რაც გვაქვს საქართველოში და შეგვიძლია ასე ვთქვათ რომ შევიძინოთ და მასიურად არის გავრცელებული არის D2 და არის AUS 8 ან AUS 10, რომელსაც ქოლსტილი ხშირად იყენებს ხოლმე. ხო და მოდი ვთქვათ რომ ფოლადი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით უნდა იყოს AUS 8 ან AUS 10 ან D2. აი ამ სამიდან ერთ-ერთი. მეორე არის გამხსნელი მექანიზმი. თუ დანას, როგორც ვთქვით, დატვირთვით ვამუშავებთ, ამ შემთხვევაში არ მგონია რომ გამოგვადგეს ბურთულასაკისარი, იგივე პატშიპნიკი, რომელიც ძალიან მარტივად ხსნის დანას რეალურად და მექანიკა იდეალური აქვს, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება პრობლემური იყოს მისი დატვირთვა, იმიტომ რომ ერთი ძლიერი დარტყმა ან დავარდნა და შეიძლება ეს ჩვენი ბურთულასაკისარი უბრალოდ დაგვიზიანდეს. ამიტომაც ამ შემთხვევაში მე ავიღებ, რომ აუცილებლად უნდა კონდეს შაიბები. აი შაიბები აქვს მაგალითად Spyderco-ს ბევრ მოდელს აქვს, იგივე Cold-Steel-ის ბევრ მოდელს და რა თქმა უნდა ლეგენდარულ ვირთხას და მექანიკაც მაინც იდეალური აქვს, იმის და მიუხედავად რომ ბურთულასაკისარი არ აქვს. მთავარია შაიბები იყოს კარგი, სწორი და კარგად მოვლილი და დაზეთილი და ასე შემდეგ. მოკლედ, გამხსნელი უნდა იყოს აუცილებლად შაიბები. სანამ ჩამკეტზე გადავალთ, არხი გამოიწერეთ და გავაგრძელოთ. ჩამკეტი მექანიზმი ყველაზე ადვილია რეალურად რა, როგორც ვთქვით, ძალა თუ უნდა დავატანოთ დანას, არ გამოგვადგება მაგალითად liner lock-ი, აი ესეთი წვრილი ჩამკეტი ღერძი, რომელიც დარტყმისას და არაერთი ტესტი დევს YouTube-ზე, რომ იხუნება უბრალოდ და შეიძლება თითებზე დაგვეკეცოს. ამიტომაც liner lock-ი არ გამოგვადგება, ასევე დიდად არ გამოგვადგება button lock-ი, აი ეს ღილაკით რო იკეტება. რეალურად liner lock-ზე ბევრად უფრო გამძლეა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მინუსები და რაღაცა პრობლემა შეიძლება შექმნას. რჩება back lock-ი და back lock-ზეც დიდად ვერ ვიტყვი რომ კი გამძლეა, მაგრამ უკეთესი ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად Axis-ი ან Cold-Steel-ის საოცრება ჩამკეტი triad lock-ი. Axis lock-ი კარგია, მაგრამ მაინც აი პირადად მე არ მომწონს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც მესუსტება ესეთი ჩამკეტი მექანიზმი. ამიტომაც არჩევანს შევაჩერებ გამოცდილ გემრიელ მამაპაპურ triad lock-ზე, რომლის დაკეცვის ალბათობაც 0-ის ტოლია და შანსი არ არის, რომ ეს მუშაობაში დაგვეკეცოს ან რამე მოუვითეს. ტარი. ტარს რაც შეეხება, ტარზე მაქვს ეგეთი კრიტერიუმები, რომ კაი დანას არ უნდა ეხებოდეს რაღაცა პრობლემები რა. მაგალითად, მაქვს დანები, რომლებიც ადვილად იკაწრება. მაგალითად, აი ეს 5-დან ამოღებისთანავე უკვე აიკიდა ნაკაწრები, იმიტომ რომ ეგეთი დამუშავებული ზედაპირით იყო. იგივე აქვს მაგალითად აი ამ სპილენძის ტარს, რომელიც აი გასაღებთან ერთად ან რაღაცასთან ერთად რომ მოგიხდეს, უკვე იკაწრება. ამიტომაც ეგეთი რაღაცაა, რომ არ უნდა იყოს შეღებილი ან ანოდირებული ტარი, ამის მსგავსად, არ უნდა იყოს გაპრიალებული ფოლადისგან ან გაპრიალებული სხვა ლითონისგან რომ დაიკაწროს. ესეთი ძვირფასი მატერიალებითაც ტარი ყოველდღიური დანისთვის ცოტა უხერხული და ცუდია, იმიტომ რომ აი ახლა ამასაც არ ვიცი ხა ვიდეოში რამდენად ჩანს, მაგრამ პატარა მცირედი ნაკაწრები აქვს. ამიტომაც
ტარზე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გემრიელი, ჯიგრული G10 ან FRN-ი. ნუ მაინც G10, იმიტომ რომ კაი ბევრი წლების გამოცდილია. და ხო, და რაც მთავარია, მოჭიდებას კარგი უნდა კონდეს ტარს. ამიტომაც G10 ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგიტომ რომ აი ეს წვრილი სტრუქტურის გათვალისწინებით ხელსაც, ხელთათმანსაც კარგად ეჭიდება და არ არის უსიამოვნო მისი ჭერა და არც გაგივსრიალდება სიტყვაზე ადვილად თუ რამე სამუშაოს ასრულებთ. მოკლედ, ტარი უნდა იყოს G10. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით მივედი ეგეთ რაღაცაზე, რომ ჩემთვის პირადად ჩემთვის კარგი იდეალური დანა ასე გამოიყურება. ფოლადი AUS 10 თითბერის შაიბებზე აუცილებლად, ჩამკეტი ტრიადლოქი, ტარი G10 და მივიღეთ მისი უდიდებულესობა Recon 1, აი ესეთი ტანკი, პატარა და მუშა. მოკლედ, აი ეს არის ჩემთვის იდეალური დანა. ასე რომ, თუ კი კითხვები გქონდათ, აი როგორია კარგი დანა, ეს არის ჩემი პასუხი. ყველას ერთად გპასუხობთ, გამომწერებსაც, მაყურებლებსაც და მეგობრებსაც, რომლებიც ხშირად მეკითხებით ხოლმე, რომ კარგი დანა როგორ ავარჩიო. აი არის კარგი დანა რა. დანარჩენი უკვე არის საკოლექციო ნიმუშები და მაგაზე სხვანაირად უნდა ილაპარაკო. ყოველდღიური გამოყენებისთვის, თან ისეთი გამოყენებისთვის, რომ აქაც გამოგადგეს სახლშიც, ბუნებაშიც, ქალაქშიც და ყველგან აი ესეთი ტიპის დანა ჩემთვის იდეალური. ეს იყო და ეს. მადლობა.